აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები გააცნო. შეხვედრის მთავარ მიზანს უწყებებს შორის დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს აქცენტს ჯანმრთელობის დაცვასა და პრევენციაზე აკეთებს. სამინისტროს მთავარი საზრუნავი თანადაფინანსებისას პაციენტების მხრიდან გადასაფარი თანხის შემცირება იქნება. 2015 წლისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი 6.884.500 ლარი, აქედან 1 მილიონ ლარზე მეტი პირველად ჯანდაცვაზე, ხოლო 600.000-ზე მეტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მოდის. დაგეგმილი პროგრამებიდან გამომდინარე 185.000 ლარია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიითა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისათვის. ყველაზე პრობლემატური არის ჯანდაცვის სფეროში ავადმყოფები, რომლებიც ესაჭიროება დაფინანსება. ხშირია მომართვიანობა, რომელსაც ვამისამართებ შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროში და ადგილობრივი ბიუჯეტში არანაირი თანხები იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსდნენ ეს მოქალაქეები, თანხა გაწერილი არ არის. ძირითადი პრობლემა ესაა. სოციალურად დაუცველ ოჯახს უჭირს კიდე გადასვლა რაიონიდან სამკურნალო დაწესებულება. 2015 წელს მთავარი პრობლემა რჩება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, პრევენცია დაავადებების და სოციალური დაცვა. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ 2015 წლისათვის შევძლოთ პროგრამებში მოსახლეობის მიერ თანაგადახდის წილის შემცირება. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან დიდი წილი, მაგრამ სადღაც 5-10% უნდა შევამციროთ, იმიტომ საკმაოდ ძვირადღირებული სამინისტრო სერვისებია და თანაგადახდის გადახდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი.